პროქტოლოგიური დაავადებები ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, თუმცა ხშირად პაციენტებში ექიმთან ვიზიტს აჭიანურებენ შიშის უხერხულობისაგან არასწორი ინფორმაციის გამო. თანამედროვე მედიცინა კი დღეს უკვე გვთავაზობს მცირე ინვაზიურ მეთოდებს, რომლებიც საშუალებას იძლევა ბევრი პრობლემა მოგვარდეს ოპერაციის გარეშე უმტკივნეულოდ და პაციენტი ძალიან სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. რა არის მცირე ინვაზიური პროცედურები პროქტოლოგიაში, რა შემთხვევებში გამოიყენება ბოტოქსი, ლიგირება თუ სკლეროთერაპია? ამ ყველაფერზე სასაუბროდ ვისაუბრებთ ჩვენს ექიმთან, შემოგვიერთდა ლევან გულუა, ნიუ ჰოსპიტალსის პროქტოლოგი, ზოგადი ქირურგი. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და მოდით ამაზე საუბრით დავიწყოთ, რას მოიცავს ეს მცირე ინვაზიური მიდგომები თქვენს დარგში. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რაც შეეხება მცირე ინვაზიურ პროცედურებს, რომელიც ემოთ იყო ჩამოთვლილი, ეს არის ძირითადად ინექციური პროცედურები, რომელიც კეთდება სხვადასხვა დაავადების დაწყებითი პერიოდებში ან სტადიების დროს, როგორც არის თუნდაც ჰემოროიდული კვანძები, რომელიც მოიცავს ამ კვანძების ინექციური მეთოდით სკლეროთერაპიას, სპეციალური მედიკამენტია, რომელიც სითხეში ყავს და ბოტოქსიც, რომელიც ქრონიკული ნაპრალების ან სპაზმების დროს კეთდება, რაც ტკივილის, თუნდაც ტკივილის შემცირებას უწყობს ხელს და რა თქმა უნდა დაავადების შემდგომ განვითარების პრევენციას, ასევე უკვე არსებული დაზიანებების აღდგენაში გვეხმარება. ლევან, თუ ჩავთვლით რომ საქართველოს ამ პროცედურების ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, ითვლება რომ ეს სიახლეა და თანამედროვე მედიცინის ბოლო მეთოდი კარასაც მედიცინა იყენებს? კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თვითონ ეს პროცედურები, როგორც საქართველოში ინერგება, ასევე ახალი მიდგომები არის მსოფლიოში მედიცინაში პროქტოლოგიის მიმართულებით, იმიტომ რომ ძირითადად პრევენციის მიზნით გამოიყენება, რომ შორსწასული ფორმები არ შეგვხვდეს დაავადებების და საქართველოში მით უმეტეს ახლა ჩვენი ცხოვრების წესიდან და კულტურიდან გამომდინარე ძალიან ხშირია ესეთი პათოლოგიები, ამიტომ მისი პრევენცია შეგვიძლია მარტივად მოვახდინოთ რა და ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ თანამედროვე და ახალი რომელია ის პრობლემები, რა დროსაც შეიძლება ავიცილოთ თავიდან, ხო? ანუ სანამ მივალთ დიდ პრობლემამდე მცირე ინვაზიურით გამოვიდეს, ხო? გამოსწორდეს მდგომარეობა და რას აქვს მნიშვნელობა? რამდენად მნიშვნელოვანია საწყის ეტაპზე ექიმთან ვიზიტი? საწყის ეტაპზე ვიზიტი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შორსწასული ფორმების დროს გამოიყენება უკვე ტრადიციული ქირურგიული მედგომები, რომელზეც ადრე ვისაუბრეთ და იქაც არსებობს მცირე ინვაზიური და ფართო მიდგომები და რაც შეეხება დასაწყის მდგომარეობაში, ეს არის უბრალოდ ამბულატორიული ინექციური პროცედურები, როგორც ვახსენეთ, რომელსაც არც სტაციონარში ყოფნა არ ჭირდება, არც არაფერი, უბრალოდ მოდის პაციენტი, კეთდება პროცედურა და დაახლოებით 40 წუთში 1 საათში უკვე მალე მიდის, უბრუნდება ცხოვრების ჩვეულზე. ეგრევე არანაირ არც წოლით რეჟიმს, არც ფიზიკური აქტივობის შეზღუდვას არ მოითხოვს, ეგრევე უბრუნდება ჩვეულებრივი ცხოვრების. არც ბოტოქსი ვიცი რა არის, არც ლიგირება და არც სკლეროთერაპია და ჩემერად დარწმუნებული რომ ბევრი არის ეს სიამოვნებით მოვიზარდე. მარტივად რო ავხსნათ, აი ბოტოქსიდან დავიწყოთ, ბოტოქსი გამოიყენება ქრონიკული ანალური ნახეთქების ან ნაპრალების დროს. ეს არის ბოტულოტოქსინი, აი ყველა მარტივად რო აგიხსნათ, იგივე ნივთიერება, რაც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში, დიახ. სპინკტერში შეყვანის შემთხვევაში ის იწვევს მის მოდუნებას, რაც შემდგომში უკვე ამ ნახეთქების და სპაზმის მოხსნას ეხმარება და რეაბილიტაცია უფრო მარტივად მიდის. რაც შეეხება სკლეროთერაპიას, ეს არის ნივთიერება, რომელიც ჰემოროიდულ კვანძში შეგვყავს, იწვევს მის შეწებებას, მარტივად რო გითხრათ, სისხლის მიმოქცევას არღვევს და შემდგომში მის დაპატარავებას და გაქრობას. ოღონდ რა თქმა უნდა, ჰემოროიდული დაავადების დროს და ასევე ნაპრალების დროს გააჩნია მის ხანგრძლივობას, სტადიურობას და ასე შემდეგ და აუცილებლად პროფესიონალის მიერ უნდა იქნეს შეფასებული, გაკეთებადია პროცედურა, არ არის გაკეთებადი, ღირს არ ღირს თუ რომელი ჩარევა უნდა იქნეს, ასე ვთქვათ, არჩეული. ლიგირება უკვე ცოტა უფრო ფართოდ, უბრალოდ ცოტა უფრო დიდი ინვაზიური პროცედურაა, ისიც ამბულატორიული, რა თქმა უნდა. ეს ყველა ამბულატორიული, არანაირი სტაციონარი. არა, არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურა სტაციონარს არ მოიცავს. ლიგირება დეარტერიზაციაც იგივე არის, უბრალოდ ცოტა უფრო ქირურგიულად ჩარევა ხდება კვანძებზე, მარტივად რო გითხოთ, გადაკვანძვა მათი სიძარღვების რა. კი ბატონო, საინტერესოა, რადგანაც ბოტოქსის შემთხვევაში, სკლეროთერაპიის შემთხვევაშიც გარკვეული მედიკამენტის შეყვანა ხდება, ხო? დრო ხანგრძლივობა მისი მოქმედების თუ არის შეზღუდული? სკლეროთერაპიის შემთხვევაში მედიკამენტი როგორც კი იწყებს მოქმედებას, ის კვანძი ესე ვთქვათ უკვე აღარ იფუნქციონირებს, ასე რომ შეეწებება.
რაც შეეხება ბოტოქსის შემთხვევაში, ბოტოქსი თვითონ ნივთიერება არის ისეთი, რომელიც 3-დან 6 თვემდე იშლება. შესაბამისად, ჩვენ ამ ბოტოქსის შეყვანის პერიოდში გვაქვს დაახლოებით 90%-იანი ეფექტურობა, რომ ნაწიბური ჩამოვაყალიბოთ ნაპრალის ადგილას, ესე ვთქვათ, პათოლოგიური პროცესის შევახორცოთ მარტივად რო გითხრათ რა. ზუსტად იგივე პრინციპით, რა პრინციპითაც ქირურგიული ჩარევაც კეთდება, რომ ინვაზიის შემთხვევაში მე ნაწიბურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს და შესაძლებელია რამოდენიმე პროცედურა დაგჭირდეს 6 თვეში კიდევ, თუმცა დაახლოებით 90%-იანი შედეგია, თუ რა თქმა უნდა რეკომენდაცია იქნება დაცული სრულად. ყავს რისკ ჯგუფები? არიან ადამიანები, ვისაც ეს პროცედურა თავსებადი შეიძლება არ იყოს. კი, ადამიანები, რომელთაც მარტივად, რო ვთქვათ, ალერგიული რეაქცია აქვს, პირდაპირ ამ მედიკამენტების მიმართ აუტანლობა აქვს. ეს დატესტვა. ამის დადგენა ხდება წინასწარ ალბათ. წინასწარ არსებობს ალერგიული ტესტების ინჯები, ან ქრონიკული პათოლოგიების მქონე პაციენტები, რომლის შემთხვევაში არ შეიძლება გამოვიყვანოთ თუნდაც ბოტულოტოქსინი, არსებობს რაღაც დაავადებები, რომელიც ისედაც კუნთოვანი სისტემის მოდუნებას იწვევს და არ შეიძლება შენ კიდე რაღაც დაუმატო მედიკამენტო ზურაც რო ჩაერიო ასე შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა ვთქვათ, რამდენად მარტივია იმ დიდ ოპერაციასთან შედარებით ეს პროცედურები, რას არ საჭიროებს და რა ხდება. მაგალითად ნარკოს არ საჭიროებს ნარკოზი ასე შემთხვევაში ელემენტარული პაციენტის კომფორტის მიზნით გამოიყენება, თუ პაციენტის არჩევანია, ის ნარკოზიც არის აი ზუსტად მაქსიმუმ 10 წუთიანი ინტრავენური ანესთეზია, რომელიც სედაციას უფრო მოიცავს ვიდრე ნარკოზს. მარტივად რო გითხრათ, ერთი ნემსის ჩხვლეტა არის ეგ პროცედურა, ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული, რაც არის თუნდაც სკლეროთერაპია, თუნდაც ბოტოქსი, ამიტომ დაახლოებით არ გამიგია, მაგრამ ძალიან კომფორტული. არსებობს ინტრავენი, ხო, ვისაც ახლა ნემსის ეშინია, მარტივად შეიძლება მაგროვი პერიოდში დაიძინოს და გაიღუძოს უკვე პროცედურულად ეს ყველაფერი მარტივია, მალევე უბრუნდები ცხოვრების ჩვეულ რითმს, თუმცა გასათვალისწინებელი რეკომენდაციები როგორია შემდეგ, უკვე რომ შენარჩუნდეს ეფექტი და არ გართულდეს ახალ. რაც ისედაც ესე თუ ისე უნდა დაიცვას დიეტა, კუჭის მოქმედების მოწესრიგება, ფიზიკური აქტივობა, ჯდომა, რომელიც უნდა დაიცვას ყველა ადამიანმა, რომ შემდგომი გართულებები აირიდოს. და ალბათ ამაზე საუბრით გავაგრძელოთ, ანუ რა თქვით თავიდანვე, რომ ძალიან აქტუალური პრობლემაა ჩვენი, რა ვიცი, თანამედროვე ცხოვრების სტილიდან, ბევრი რაღაცის გათვალისწინებით, ხო, რატო გვაქვს ასეთი მაღალი სტატისტიკა, თქვა ამ პრობლემის კუთხით და თან როგორც ვიცი, ასაკიც იწევს. რაღაცას ვიკითხავ რა, როგორც ვიცი, ჯდომარე პოზიცია, სამსახურებრივი რაღაცები, ჯდომა რისკ ჯგუფს ზრდის, კი ბატონო. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამედროვეში ადამიანები მაინც მივეჩვიეთ, რომ მიუხვდით უბრალოდ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომ აქტიური ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ არ შეინიშნება ცოტა ტენდენცია უკეთესობისკენ, რომ ადამიანები მიუხვდნენ? არა, სხვათა შორის პირიქით არის, აი ადრე ჰემოროიდულ დაავადებას ეძახდნენ მძღოლების დაავადებას, ეს მარტივად რო გითხრათ, ვისაც უფრო დიდი ხანი უწევდა ჯდომა. ეხლა დღევანდელ პერიოდში აი ახალგაზრდები უფრო ვინც კომპიუტერთან მუშაობს, ზის, ანუ საოფისე დაავადება გახდა რეალურად, იმიტომ რომ ძალიან ხშირად არის და ისედაც აი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე არასწორი კვება, აი ფასტ ფუდი, ჯანკ ფუდი რაც არის, რაც შეკრულობას იწვევს და არასწორ კუჭის მოქმედების შემთხვევაში აი ჭინთვა, რაც არის ფიზიკური აქტივობაც კიდე ძალიან დიდი რაოდენობით წონების აწევა, ჩაჯდომები, ეგ ყველაფერი მოქმედებს ზემოთ აღნიშნულ დაავადებებს. ელემენტარული წნევის აწევაც უკვე კვანძების გაღიზიანებას იწვევს რა. ნახეთქები კიდე კუჭის მოქმედებასთანაა პირდაპირ კავშირში. როდესაც საუბრობთ ჩარევებზე, ამბულატორიული ჩარევები ხო ძირითადად მაშინ ხდება, რომ ძალიან უხეშად რო ვთქვა და დილეტანტურად უფრო მსუბუქი ფორმაა ხოლმე სამეცნიერო ჩარევის ხომასია. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სტერეოტიპებს, თუ გავითვალისწინებთ უხერხულობას, როგორც წესი მე მაქვს განცდა წარმოდგენა, რომ პაციენტები ძირითადად პროქტოლოგიურ დაავადებებზე დაგვიანებით მიდიან ხოლმე. ძალიან ცუდროს მოდიან ხოლმე კი. ეს ისტორიული წარმოდგენა აქვს. შესაბამისად, ამაზე უნდა ვისაუბროთ. რეკომენდაციები ის არის, რომ პირველი ჩივილების გამოვლენის შემთხვევაში რომ მიხვალთ ზოგადად ნებისმიერ დაავადების დროს, არა მარტო პროქტოლოგიური დაავადების დროს, დაავადების ადრეულ სტადიაში მკურნალობა ან პრევენცია უფრო მარტივია ვიდრე გართულებულ შემთხვევების მკურნალობა. შესაბამისად, ადრეული ჩივილები, როგორც ელემენტარული დისკომფორტი, რაღაც კუჭის მოქმედების დროს, წვა, ქავილი, აიგენი როგორც კი გამოჩნდება, აგრეთვე უნდა მიმართოთ პროფესიონალს ექიმს, პროქტოლოგს, რომ აირიდოთ, ესე ვთქვათ, შემდგომი გართულებები იმ დაავადებებს. და არსებობს რაღაც ხალხური საშუალებები, რომლებიც შეიძლება რაღაც დროებით იშვება მისცეს, მაგრამ ხანგრძლივ პროცესში უფრო ართულებს მდგომარეობას და საკმაოდ საინტერესო თვით საქართველოში და სასაცილოდ ზოგ შემთხვევაში. ხო, რაღაცა ის არის მედიკამენტოზური მკურნალობა, მკურნალობა რაღაცა სანთლებზე მიმართვა თითქოს ყოველთვის რაღაცა უნივერსალური გამოსავალია ხოლმე, რომ არ ექიმთან მისვლას
თავს ურჩევნიათ მაგალითად მივიდნენ აფთიაქში და მარტივად მარტივად, მაგრამ რეალურად ერთი და იგივე სანთელი ყველა დაავადებას არ მქონდა. აი ამაშია საქმე. და იმაზე საუბრით დავასრულოთ, რომ არის დღეს მართლა შესაძლებელი, რომ ადრეულ სტადიაზე ადრეულ ეტაპზე მოხდეს ისეთი ჩარევებით პრობლემის აღმოფხვრა, რომელიც მართლა რაღაც რამდენიმე წუთში მოგვარდება. ახალი ჰოსპიტალში მადლობა ამის. დიდი მადლობა სტუმრობისთვის და გეუბნებით. უნდა უთხრათ, რომ ჩვენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე მდენად ძვირფასინამა უხერხულობის დრო არ უნდა გქონდეს გაურთხედლად ჩვენ თავებს, გაურთხედლად ჩვენი ოჯახის წევრებს და როცა მედიცინა გვთავაზობს რაღაც სიახლეებს, ჩვენც ვიყოთ ადეკვატურები ამ ყველაფერს.